მოკლედ, ყველას გვახსოვს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში. თუ არ გახსოვთ, ტრამპმა შესთავაზა ზელენსკის იშვიათი მეტალების სანაცვლოდ დაფინანსებების გაგრძელება, მაგრამ დაძაბული მოლაპარაკებების გამო ეს იდეა გადაიდო. მოდით ამ ვიდეოში არ გავაანალიზოთ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, იმიტომ რომ ეს არის თემა ცალკე ვიდეოსთვის. თუ გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში. მოკლედ რომ თქვა, ზელენსკი ისევ იყო გაბრაზებული იმაზე, რომ გარანტიებს უკრაინას ისევ არავინ არ აძლევდა. და ეხლაც მეორე სტამბოლის მოლაპარაკებების დროს არავინ გარანტიებს არ იძლეოდა. საერთოდ ვერ ხვდებოდა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან არაფერი გამოვიდოდა. და თვითონ ტრამპსაც ჰქონდა ეჭვები. მოდი დავიწყოთ გარანტიები, მიხვდით რომ უკრაინას არავინ არ აძლევს გარანტიებს, გადავხედოთ მხარეებს. უკრაინას არ სურს ომის დამთავრება და ცეცხლის შეწყვეტა, რადგან აშკარაა რომ რუსეთს რამოდენიმე წელში თავისუფლად შეუძლია კიდევ ერთხელ დაიწყოს ომი და უკრაინას ურჩევნია ეხლა ბოლომდე იბრძოლოს და გამოიყენოს რუსების შეცდომები, რომლებიც ომის დასაწყისში დაუშვეს, ვიდრე დაასვენონ მტერი და ბოლოს საბოლოოდ წააგონ ომი. რუსეთს არ უნდა ომის დამთავრება, რადგან არ აპირებს დათმობების წახვალს და დარწმუნებულია, რომ უკრაინას დაიპყრობს. მოხდება ეს 3 წელში, 10 წელში თუ 15 წელში, რუსეთს არ აინტერესებს. რუსეთს რესურსიც აქვს და დროც აქვს. ეხლა ევროპა, რომელიც ყველაზე საინტერესო ნაწილია. ევროკავშირი მიხვდა, რომ არც ამერიკა უშველის და არც რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები არ ჭრის. ამიტომაც იწყებს სერიოზულ რეფორმებს ჯარის განვითარების მხრივ. 2022 წელს გერმანიამ გამოყო 100 მილიარდი евро გერმანული ჯარის განვითარებისთვის. საფრანგეთში დაგეგმილია 2024 წლიდან 2030 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის 35%-იანი ზრდა. პოლონეთი, რომელიც ისედაც არა მარტო ევროპაში, არამედ ნატოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯარის მქონე ქვეყანაა, კიდევ უფრო ფართო მასშტაბიან გაფართოებას აპირებს. ევროპამ დაიწყო ჯარის გაძლიერება და ეს კარგია, მაგრამ ამ პროექტებს უნდათ დრო, რომელიც ევროპას შეიძლება მალე არ კონდეს. ევროპას შეიძლება არ აწყობდეს ომი უკრაინაში ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ უკრაინა არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ევროპას მისცეს საკმარისი დრო, რომ თავიანთი ჯარის რეფორმები დაასრულონ. შეძლებს თუ არა ევროპა ამით უკრაინის დახმარებას, არ ვიცი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე შეასრულებს ევროპა ამ რეფორმებს. მაგრამ უკრაინა რომ ძალიან ეხმარება ევროპას, მაგაში ორი აზრი არ არსებობს. საბოლოო დასკვნა რომ გამოვიტანოთ, რადგან არც ერთ მხარეს არ უნდა ომის დამთავრება, ევროპას თავს არ იკლავს და იყენებს ამ სიტუაციას, რომ თავისი ქვეყნები მოამზადონ მომავალი ომისთვის.